ევროპელები შოკირებულები იყვნენ იმით, რაც ამერიკაში აღმოაჩინეს. ეხლა მათთვის ვინც არ იცის, არსებობს მცდელობა, არ ვიცი ეს კოორდინირებული კამპანია თუ არა, რომ ამერიკელები ყველგან გააშავონ, რათა ხალხმა იფიქროს, რომ ამერიკა უბრალოდ იცით საშინელი ადგილია. მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის დროს ევროპელები და ადამიანები მთელი მსოფლიოდან ამერიკაში ჩამოვიდნენ და ისინი სრულიად გაუგნებულები დარჩნენ იმით, რაც აღმოაჩინეს. სევდიანია ის ფაქტი, რომ ამერიკელები ვერ აცნობიერებენ ამდენად კარგად აქვთ საქმე. ეს გულსათქენია. მოდით ვნახოთ ეს ტენდენცია. სრული მეტაფოროლოგია, რადგან ამერიკა არაფრით გავს იმას, რასაც მედია გვიყვება. ყველა ძალიან მეგობრულია, ყველა ძალიან ყურადღებიანია და გულწრფელად რომ თქვა, საუკეთესო დრო გავატარე. ყვირას სახში ბრუნდები და ინგლისელებს აქვთ სიმღერა, სადაც ვამბობთ, გთხოვთ სახში არ წამიყვაში, არ წამიყვანათ. უბრალოდ არ მინდა სამსახურში წასვლა. დამტოვეთ აქ და თქვენს ყველა ლუდს დავლეთ. და ამ სიმღერასთან ესეთი ძლიერი კავშირი არასდროს მიგწნია, როგორც ამერიკაში ამ მსოფლიო თასის დროს. ვისურვებდი რომ დავშენილიყავი და ტურნირი ინგლისის თამაშით დამესრულებინა. თუ ვინმე არსებობს, ვინც ამაში დამეხმარება, გთხოვთ შემატყობინეთ. არაფერს ისე არ მინდა, როგორც ამერიკაში დარჩენა. ძალიან სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ ისევ და ისევ ვისმენთ ასეთ რიტორიკას. ამერიკა ყველაზე ცუდია, ხალხს აქედან წასვლა უნდა, თქვენ ვერ ხვდებით როგორი ცუდია პოლიტიკა. და ამ დროს იქ არიან ევროპელები, რომლებიც უბრალოდ ცხოვრებით თქმებიან. მაგალითად, მე ფლორიდაში ვარ. ეს სანაპირო საოცარია. ისეთივე კარგია, როგორც ავსტრალიის სანაპიროები. მაგრამ თუ ჩართავ სიახლეებს, ყველაფერი ცუდადაა. ყველას ნურჯით მაქვს. ყველაფერი საშაშინელია. ასე არ არის. ეს უბრალოდ საოცარია. რა ხართ, ხუმრობთ? ასე მგონია. ბიჭებო, ნუ ენდობით მედიას, ნუ ენდობით ახალ ამბებს. ისინი ყოველთვის ცდილობენ დაგაჯერონ, რომ ყველაფერი ინგრევა, მაგრამ სინამდვილეში ამ სამყაროში ბევრი კარგი რამ ჯერ კიდევ ხდება. მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი, მე ვარ იურიკა, თქვენი წამყვანი. დარც მოდით რომ დააჭირეთ გამოწერის ღილაკს, მოიწონეთ ეს ვიდეო, გაუზიარეთ თქვენს მეგობარს, ჩართეთ შეტყობინებების ზარი და ასე შემდეგ. თქვენ ახლა იმ მოძრაობის ნაწილი ხართ, რომელიც ამ გიჟურ რიტორიკას უპირისპირდება. რიტორიკას, რომელიც გაძლევთ უიმედობისა და უბედურების განცდას. და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, რაც კი ოდესმე მინახავს. თქვენზეა დამოკიდებული. აცლაულების ანტიამერიკული პროპაგანდა ერთ ზაფხულში გაქრა. კარგი, ეს ისეთი გასართობია. ხალხი იღებს საკუთარ თავს საჭმლის პორციებით, წვეულებებით, მგზავრობით, ხედებით, ყველაფრით და მათ ეს ძალიან მოსწონთ. სიტყვასიტყვით ძალიან მოსწონთ. და მას ბაკის ეწოდება. ამბობენ, რომ ეს ბენზინგასამართი სადგურია, მაგრამ ეს ტყუილია. ბენზინგასამართ სადგურს აქვს მოწენილი სენდვიჩი და ყავის აპარატი, რომელიც არასდროს მუშაობს. ამ ადგილას არის 120 სვეტი. 120 რატომ? შეავსებთ აშეთეშოს საჰაერო ძალებს საწვავით, უცხოპრანტელების შემოსევისთვის ემზადებით, ეს საშიშია და მასკოტი არის ბიბერი ბეისბოლის ქუდში. მე ვნახეს დასრული კაცები, რომლებიც იღებდნენ ფოტოებს მღნელის ხანდაკებასთან. საფრანგეთში ჩვენ გვაქვს რევოლუციები. ამერიკაში კი სტეროიდებზე მყოფი ციყვისთვის იხლით თავს. და შიგნით აგრესია. კაცი დანიტხვირის ახალი ბრისკეტი დაფაზე. ბატონო, დამშვიდით. უბრალოდ გაზიანი წყალი მინდა, არ მომგლათ. მაგრამ პრობლემა მაქვს, მინდოდა რომ ძულებოდა. მინდოდა ფრანგისნობის უპირატესი ყოფილიყავი, მაგრამ მერე ბივერის ნაგეცები გავსინჯე. არ ვიცი რა არის მათში. მგონია რომ შაქარია, კარაქი და სუფთა მეტამფეტამინი. ერთი შევჭამე და მთელი პაკეტი ავტოსადგომზე ველური ცხოველივით შევჭამე. და ტუალეტები უნდა ვაღიარო, მაგრამ ისინი ჩემს ბინაზე უკეთესია. შეგიძლია ბრისკეტი იატაკიდან შეჭამო საპირფარეშოში. უფრო სუფთაა ვიდრე საავადმყოფო. ასე რომ ჩავფლავდი. მოსაჯელად მოვედი და საჭმელებისთვის დავრჩი. ქუდი არ მაქვს, მაგრამ გულში ქუდი მახურავს. მოსასჯელად მოვედი, მაგრამ საჭმელებისთვის უნდა დავრჩე. ეს 1000 ჯერ შემიძლია შევავსო. ხო, მაგრამ 1000 ჭიქა კარგ მოგონებას არ დალევ და ეს უფასოა. შენ გადაიხადე, ერთხელ გადაიხადე. ძმაო, ნელა. ნელა, ცივა, ფაბიო. ნელა, რატომ? კარგი იყო. სხვათა შორის ვილაცამ დაწერა. ევროპელებს უფასო ჯანდაცვა აქვთ, ჩვენ კი უფასო დიაბეტი. ცოტა სასაცილოა, იმიტომ რომ უფასოა. დიახ, გთხოვთ. ზუსტად იქ, მადლობა. უბრალოდ დაელოდეთ, სანამ გაიგებსო შეუძლიათ ხოლოს ჭიქა, რომ წაიყოს თან. მე 64-ში ვარ. ძმაო. გაუმარჯოს, კიდევ ერთი. ესეც დავამთავრო. ძმაო, ეხლა აუფეთქდები, ძალიან ბევრია შაქარი. ეს არ გჭირდება. მართალია, მაგრამ უფასოა. ტვინი გამეყინა, ხო? ეს მემართება ეხლა, მაგრამ ძალიან გემრიელია. სასაცილოა. ამერიკაში საკვების ეტიკეტი. მახსოვს პირველად რომ შევუკვეთე რესტორანში კოლეგებთან ერთად და ბევრი რამ შევუკვეთე, რადგან მიჩვეული ვიყავი, რომ პორციები ასეთი ზომის იყო.
და ყველა მიყურებდა, თითქოს ეკითხებოდნენ, რატო უკვე თავამდენს. და მომიტანეს უზარმაზარი თეფშები და მართლა გაოგნებული დავჩინ. ერთი ისა რომ დრო გავატარე ევროპაში ამერიკის ნაცვლად. ეხლა ხან ევროპაში ვიყავი, ეხლა კი ამერიკაში ვატარებ დროს. და არასოდეს აღარ ავირჩევდი ევროპაში დროის გადარებას ამერიკაზე. აბსოლუტურად არანაირი შანსი. ამერიკა 100%. არ არსებობს. კარგი, საინტერესოა, აქ არ არის ახსნილი. ვიღაცა ამბობს, რომ ევროპის რომელი ნაწილი და ამერიკის რომელი ნაწილი დიდ განსხვავებას ქმნის. ვეთანხმები მას. კარგი. ამერიკელები აშშშ-ზე სიძულვილით საუბრობენ. ეხლა მჭირდები. ეს პორციებია, გეუბნები, ეს საკვების პორციებია, ეს მაღაზიებია, ეს ყველაფრის ზომებია, ეს კომფორტია, ეს ხელმისაწვდომობაა. მაგრამ იცი, ბევრ შემთხვევაში, როცა ამ ფრაზას ისმენ, სუსტი დრო ძლიერ კაცებს აჩენს, რთული დრო ძლიერ კაცებს აჩენს. ადვილი დრო სუსტ კაცებს აჩენს. ხო, ეს არის ფრაზა, მივხვდი. ეს მოხდა ამერიკაში, რადგან ხალხს იმდენად წარმოუდგენლად კომფორტული ცხოვრება აქვს, რომ მგონიათ, ყველაფერზე შეუძლიათ იწუწუნონ, იმის ნაცვლად, რომ დააფასონ, რამდენად კარგად აქვთ საქმე. ქვეყანა მსოფლიოში. არა. თუ შემოგთავაზებდნენ ერთხელ ბილეთს, ყველა ხარჯის დაფარვით, ქვეყნის დასატოვებლად, წახვიდოდი და საწახვიდოდი. ვიღაცამ აქ დაწერა რუსეთი, პალესტინა ან ჩრდილოეთ კორეა. საკმაოდ სასაცილოა. სინამდვილეში არ ვიცი სად წავიდოდი. აკავრობა, გეზიზღება. მაგრამ მაინც არ მიდიხარ, უბრალოდ მოკეტე. სრულიად მართალია რა. ხალხი მზადაა იწუწუნოს, მაგრამ სინამდვილეში არ აფასებენ იმ კარგ რაღაცებს, რაც აქვთ. და როცა უცებ ეძლევათ შესაძლებლობა სხვაგან წავიდნენ, გვანან იმას, რომ სად უნდა წავიდნენ. Black Prison. მოხვედით მას პინძელთან. ეხლა არ ვიცი თუ შეგიმჩნევიათ ამ ვიდეოებზე ნახვების რაოდენობა, მაგრამ აქ თქვენ გაქვთ 9 მილიონზე მეტი მოწონება. აქ თქვენ გაქვთ თითქმის 100,000 მოწონება. აქ თქვენ გაქვთ 50,000 მოწონება. აქ თქვენ გაქვთ მილიონზე მეტი მოწონება. აქ თქვენ გაქვთ 9 მილიონი მოწონება. აქ თქვენ გაქვთ 750 მოწონება. აქ თქვენ გაქვთ 450,000 მოწონება. 250,000 მოწონება ამერიკელები ვერ აცნობიერებენ, რამდენად იცვლება მსოფლიო. ამ დიდი მოვლენის გამო ამერიკის აღქმა იცვლება. ეხლა დალასში მივდივართ, ინგლისის თამაშზე. ხვალ ოკლაჰომა სიტიში მივდივართ, ზეგ ბრანსონში, მისურიში. შემდეგ ნეშვილში გადავდივართ. კომენტარებში მოგწერეთ, სად ხართ ნამყოფი. მე ბრიტანელი ვარ ამერიკაში და ეს ადგილი სრულიად გიჟურია. ბუკის. აქ დაახლოებით 60 სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგურია. თავარი მიზეზი, რატომაც ეს ტრენდი ასე ძალიან მიყვარს, ბევრად უფრო მეტად ვიდრე თქვენი ფიქრებდით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკიდან არ ვარ, ისაა, რომ საოცარია იმის ნახვა, როგორ შეიძლება ადამიანები საკუთარ პრობლემებში და იმ შიშებში გაიჭედონ, რაც მათ საზოგადოებაში ხდება. მაგრამ როცა ვიღაც სხვა ადგილიდან, სხვა თვალით მოდის, შეუძლია რეალურად დაინახოს და დააფასოს, რაც ხდება. ძალიან გულსატკენია იმის გაფიქრება, რამდენი ადამიანი ფიქრობს, რომ უნდა სძულდეს ქვეყანა, რომელიც რეალურად ამდენ კარგს თავაზობს. ეხლა ყველაფერი მხოლოდ საჭმელზეა ან პორციებზე. რა თქმა უნდა არა. არსებობს კიდევ უამრავი სხვა რამ, რაც ამ საზოგადოებას შესანიშნავ ადგილად აქცევს. მაგრამ თავისუფლება, სისუფთავე და სივრცე ამერიკის ბევრ სხვადასხვა ადგილას, რა თქმა უნდა, არ საუბრობთ ყველა ადგილზე. ეს ისა, რაც ამერიკელებმა უნდა დააფასონ, უნდა პატივსცემდნენ და უნდა გააცნობიერონ, რომ არა, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ხშირად ლაპარაკობს მედია იმაზე, თუ რამდენად ცუდია ყველაფერი, რამდენად ცუდია. სხვა ქვეყნებიდან ადამიანები რეალურ სიმართლეს ხედავენ. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.